მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგანს. უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერილდით ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და კომენტარებთ. ვინც არ მიცნობთ, გაგეცნობით, მე ვარ კატო. პირველ რიგში მოგილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. და როგორც კურათით აღსდგნენ სულები და ისე აღდგეს თქვენი ცხოვრება იმ სიკეთეებით, რომელიც თქვენთვის საჭიროა და უკეთესად იცის უფალმა რა არის თითოეული თქვენთაგანისთვის საჭირო. განვაახლებ მუშაობას ხვალიდან და შეგეძლებათ ისევ მიიღოთ პირადი გაშლები და ძალიან ბევრი თხოვნა იყო საავდგომოდ ფასდაკლებას თუ აკეთებდი და აუცილებლად გავიცვალისწინებ ამ თხოვნებსაც და ერთი კონკრეტული საკითხი იქნება 50 ლარი აქციის ფარგლებში ჩაწერა ხდება წინასწარ ნომერს აუცილებლად დავტოვებ ვიდეოს ქვემოთ. ახლა კი გავაკეთოთ ისეთი გაშლა. შეიძლება ესეთი რაღაც მომენტები იყოს ყველა ადამიანს პარტნიორთან ურთიერთობის მომენტში შეიძლება გამოჩნდეს პარტნიორის ყოფილი ურთიერთობები ან ყოფილი მეუღლე ან ყოფილი შეყვარებული ან არ ვიცით, ვიღაცა ყოფილი მის ცხოვრებაში და ვნახოთ რისთვის ჩნდებიან ყოფილები ურთიერთობაში, სადაც უკვე ორი ადამიანი ძალიან კომფორტულად, კარგად და დადებითად გრძნობს თავს. ნახოთ თქვენ რა ენერგიებში ხართ, რომ გავარკვიოთ ვისთვის არის გაშლა ყველაზე ვის მიესადაგება ვის ცხოვრებას, უბრალოდ ნახოთ ჯერ ენერგიები თქვენი პარტნიორის, რა ხდება თქვენ შორის და შემდეგ უკვე გავარკვიოთ რისთვის მოვიდნენ ყოფილები. თქვენი ენერგიები. თქვენ რაღაცა თითქოს ცოტა ჩიხში ხართ შესული, რაღაცა ცვლილებების მომენტი გინდათ, შეიძლება რაღაცა არის ესეთი მდგომარეობა, სადაც გინდათ რაღაცა კარების შეაღოთ, მაგრამ ნახეთ იმდენად ამ ეტაპზე თითქოს ეს კარები თქვენთვის არის რაღაცა ძალიან პატარა, ხო? რაც ვერ შეეტევა უბრალოდ ადამიანი. აქ არის როგორი მომენტი, იცით კიდე რომ რაღაცა ცვლილებები, მაგრამ ნახეთ ამ ცვლილებების მდგომარეობაც თითქოს ბოლომდე არ ხართ დარწმუნებული, რომ ეს ცვლილებები გინდათ, ხო? რაღაცა ინფორმაციებს ეცნობით შეიძლება ითქვას, რაღაც ინფორმაციებს ამუშავებთ, რაღაცა შეიძლება ვიღაცას კარიერული კუთხით უნდა რაღაცა დამატებითი სამუშაოს ნახვა უნდა ან რაღაცა დამატებითი სწავლება, ხო? ყოველ შემთხვევაში რაღაც ისეთ განახლების პროცესში ხართ, განახლების ეტაპზე ხართ ახლა თქვენ. რაღაცა ახალი, ხო, აი ნახეთ როგორი მომენტი, თქვენი ენერგიებით თითქოს რაღაცა გინდათ რომ შეამწვიოთ, შეანგრიოთ რაღაც კარები, რომელიც ძალიან ბევრ საინტერესო მდგომარეობას გთავაზობთ, მაგრამ თან გაქვთ ის მომენტიც, რომ არ იცით ზუსტად რა იქნება იმ კარების უკან და შესაბამისად ჯერ რაღაცა ამუშავებთ ინფორმაციას, რომ აი ამ კარების უკან თქვა თუ დამხვდება ეს, მაშინ მე რაღაცა ჩემი ქმედება უნდა იყოს სხვა, ხო, თუ იქნება ეს, მაშინ რაღაც სხვა უნდა იყოს ქმედება და გაანალიზება, გააზრების მდგომარეობაში იმყოფებით. კაი, თქვენი პარტნიორი რა მდგომარეობაშია, რა ენერგიებში იმყოფება? თქვენი პარტნიორი რა ენერგიებში იმყოფება? თქვენი პარტნიორი რაღაცა მომენტში შეიძლება ითქვას, რომ უფრო მეტად გადართული არის, ნახეთ რაღაცა სამუშაოზე, თუმცა რაღაც მომენტში შეიძლება ითქვას, რომ თქვენი პარტნიორის მდგომარეობაც არის ესეთი რაღაც მასაც განახლების მდგომარეობა, აი ყოველ შემთხვევაში მას უნდა რომ გავიდეს ისეთი სიტუაციიდან, ნახეთ როგორი სიტუაციიდან, თავისი ილუზიებიდან, შეიძლება ძალიან ბევრ რაღაცაზე ფიქრობს, შეიძლება ძალიან ბევრ რაღაცას გეგმავს, მაგრამ მანაც არ იცის სად რა და როგორ გადალაგდება და თითქოს აი რაღაცა მომენტში
უნდა რომ თავისივე გონებიდან გავიდეს, ხო? ცოტა უფრო მეტად დაიტვირთოს რაღაცა სამუშაოთი, ცოტა უფრო მეტად დაიტვირთოს რაღაცა სტაბილურობით. სხვათა შორის ესეთ არ ვიცი, ხა აქ შეიძლება რაღაც მომენტში იყოს ის მდგომარეობაც, რომ ვიღაცასთან კონკრეტულად არსებობდეს ოჯახური მდგომარეობა, მაგრამ აქ უფრო იცით როგორი მომენტია. ნუ ვთქვათ, ადამიანი, როდესაც ცდილობს უკან მოიტოვოს თავისი თავის მიერ დალაგებული ეგრეთ წოდებული ცხოვრების ეტაპი, რომელიც აღმოჩნდა, რომ არც ისეთ სტაბილურობას არ აძლევდა და გადავიდეს რაღაცა უფრო მშვიდ გარემოში, მშვიდ ენერგიებში, მიიღოს უფრო მეტი სტაბილურობა, უფრო მეტი სიწყნარე, უფრო მეტი რაღაცა ერთ სივრცეში ყოფნა, ხო, აი ყველაფერი ერთ სივრცეში რა კონდეს, თქვათ, აი თავისი ემოციებიც, ნებებიც, გონებაც, აი ყველაფერი ერთ ადგილას რო ხდებოდეს, ერთ ადამიანთან თუნდაც ეს ყველაფერი, ხო, აი რაღაცა ესეთი მდგომარეობა. მოდით ვნახოთ ჯერ ახლა თქვენს შორის რა ხდება ამ ეტაპზე, რა ურთიერთობა არის. რა ურთიერთობა არის ახლა ამ ეტაპზე თქვენთან? იცით რა არის, აი თქვენთან ურთიერთობის მდგომარეობა, მე ვერ ვიტყვი რომ ურთიერთობაში არ ხართ. რაღაც მომენტში ხართ ურთიერთობაში, მაგრამ თითქოს რაღაცა პერიოდულობით ხდება ხელოვნურად შექმნილი ბარიერები, ხელოვნურად შექმნილი მდგომარეობები, სადაც გაურკვევლობაში შეიძლება ვარდებოდეთ. ხო, აი შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნურად ბლოკავდნენ თქვენს ურთიერთობას, ხო? ანუ თქვენს ურთიერთობაში რა ხდება ამ ეტაპზე? მე ვერ ვიტყვი რომ არ გაქვთ შეხვედრები, არ გაქვთ ურთიერთობა, არ გაქვთ სასიამოვნო განცდა ერთმანეთის მიმართ, სასიამოვნო განწყობა, ხო? ძალიან კარგი მეგობრებიც შეიძლება იყოთ, რაღაცა ერთმანეთთან ხა იაროხანტი ცოტა ესეთი გონებასთან ასოცირებულია, ხო? გონებრივათაც ძალიან ბევრ რამეში ერთმანეთთან ძალიან სწორად დგებით, მაგრამ თქვენ შორის მაინც არის რაღაცა ის მომენტი, რომელიც აი ჩდება პერიოდულობით, ხო, რაღაცა დისკომფორტს განიცდით, თქო, ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს არის მომენტი, როდესაც განვიცდით რაღაცა გაურკვევლობას და ცოტა რაღაცა საკუთარ თავთან ჩაკეტვა გვინდა, ხო, აი ნახეთ თქვენს და ისიც რაღაცა თითქოს ერთნაირ ენერგიებში ხართ, რაღაცა იმასაც გასვლა უნდა სადღაცა სხვა სიტუაციაში თქვენს რაღაცის გახსნა გინდათ და გადალაგება გინდათ და იქ თქვენ შორის ურთიერთობაში ზუსტად ის მომენტია, რომ კარგად ხართ, ყველაფერი კარგად არის, მაგრამ მაინც არის რაღაცა კითხვები, მაგრამ მაინც არის რაღაცა ესეთი მდგომარეობები, რომლებიც შეიძლება იცით რა მომენტი არის კიდე, რომ დასახური გაქვთ რაღაცა რაც ხო ვის რა ურთიერთობები ხო, ვიღაცას ურთიერთობები, ვიღაცას რაღაცა ვალები, ვთქვათ, ფინანსური მომენტი, ვიღაცას რაღაცა სხვა, ვთქვათ, ბინა აქვს აყიდელი და ეს მომენტი უშლის ხელს, ხო, ნუ ყოველ შემთხვევაში თქვენს ურთიერთობაში აი არის რაღაც ისეთი, რომელიც უნდა ჩახუროთ, დახუროთ იმისთვის, რომ უფრო მეტი სიმშვიდე და სტაბილურობა მიიღოთ. კარგით, მოდით აბა ვნახოთ, რატო ჩდებიან ამ თქვენი პარტნიორს. შეიძლება ეს ის მომენტიც არის, რომ ნახეთ, კარგად ხართ და ზუსტადაც აი თვითონ თემაც რაც არის, აი რაღაც გამოჩნდა ვიღაცა და ეს უკვე თქვენთვის ბარიერად აღიქვით, ხო, რაღაც მომენტში თქვენთვის უკვე კითხვის ნიშნები გაჩნდა. კარგით, მოდით ვნახოთ, აბა რატომ გამოჩნდა ეს ადამიანი, ვინც გამოჩნდა მის ცხოვრებაში, არ აქვს მნიშვნელობა, მისი ყოფილი, ხო? ყოფილი ურთიერთობა რატომ გამოჩნდა თქვენი პარტნიორის ცხოვრებაში, რატომ? 4 ხმალი. რატომ და თითქოს უნდა რომ ის გაჩერებული სიტუაცია, რომელიც 4 ხმალში ხო, გაჩერებული მდგომარეობა, სადაც რეალურად ადამიანმა არის ის საით მიდის მისი ცხოვრება და დააპაუზებული ურთიერთობა, უნდა რომ განაახლოს იმისთვის, რომ ადამიანი დაიბრუნოს
შეიძლება ითქვას, რომ ეს ადამიანი რაღაცა ელოდება, რომ თქვენი პარტნიორი ადრე თუ გვიან მივიდოდა და გადადგავდა ნაბიჯს, მაგრამ თუ მან არ გააკეთა ეს ნაბიჯი, ცდილობს, რომ თავად გადაადგმებინოს ეს ნაბიჯი, ხო? რატომ ჩდებიან? აი ნახეთ, ეს მესამე პირების მდგომარეობა არის, აგერ ქალბატონი გაასდა ნემსებს ურჭობს თოჯინას. აქ არის ის მომენტი, როდესაც ის ადამიანი იმიტომ გამოჩნდა შეიძლება ურთიერთობაში, რომ ხო გეუბნებით, აი ადამიანმა დაპაუზებული თვლიდნენ, რომ დაპაუზებული ქონდა ურთიერთობა, უბრალოდ რაღაცა პერიოდით ელოდებოდა გამოჩენილიყო ის თქვენი პარტნიორი რაღაც თავის აჩუქრებით და თავისი ემოციებით, მაგრამ არ გააკეთა და შესაბამისად ადამიანმა დაიწყო რაღაც მაგიური ზემოქმედებები, დაიწყო რაღაცა манипуляტორული მდგომარეობები, ხო, უბრალოდ ადამიანმა იმ ყოფილმა დაიწყო რაღაცა ისეთი ქმედება, ახლა როგორ შეიძლება ვთქვა, რომ რამე არაფერი არ საკეთებს თქო, როდესაც სამიან ხმლები აქ ამ დასტაში არის ადამიანი, რომელიც გაასდა უბრალოდ თოჯინას ურჭობს ნემსებს და ამოვიდა ასევე ქურუმი ქალი. აქ ადამიანმა შეიძლება იმიტომაც გამოჩნდა, რომ გააკეთა რაღაცა არ ვიცი ვიღაცისთვის პრივატსკა, ვიღაცისთვის პირდაპირი ავიც ჯადოები, ხო, რაღაცა манипуляტორული მდგომარეობები და რამდენად გადადგავს ახლა ნაბიჯებს, ხო, ეს ადამიანი რაღაც აკვირდება თითქოს სიტუაციას, აბა როგორ მოქმედებს მის მიერ ჩადენილი, მის მიერ გაკეთებული მდგომარეობა. ხო, შესაძლებელია ის მომენტიც იყოს, რომ ახლა ეს კონკრეტულად თვითონ თქვათ მაინდა-მაინც შეკვეთა არ იყოს, ხო, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე ესეთი მომენტები, ძალიან მარტივია სოციალურ ქსელში მოიძიო რაღაც სხვადასხვა რიტუალები და უყურო, ხო, თქვათ და რაღაცა აკეთო, თქვათ რაღაც ესეთი მომენტები თავადაც თვითონაც და ეხა უნდა რომ დააკვირდეს ამ სიტუაციას, რამდენად შეძლებს რომ გააყოს ის კარები, რომელიც თქვათ შეიძლება რაღაცა ადამიანმა დაუხურა, ხო? ეხა ცდილობს რომ რაღაცა ბალანსი დაიჭიროს და თავის მიზანს მიაღწიოს. აქედან გამომდინარე, აი ამიტომ ჩდება გადაგამოჩნდა ეს ადამიანი, რომ მიაღწიოს თავის მიზანს, ეს ადამიანი საკმაოდ ესეთი როიტყვან კარგად უთვალთვალებს, ეჭვიანობს, შეიძლება ითქვას, რომ რაღაც მომენტში არც არასოდეს დაუკარგია ამ ადამიანთან კონტაქტში. კი, შეიძლება იყვნენ პაუზაზე, შეიძლება არ ქონდათ ურთიერთობა, მაგრამ ყოველთვის იყო ინტერესის საგანი, ყოველთვის იყო ჩუმი დაკვირვებები, ხა შეიძლება ვიღაცისთვის სოციალური ქსელი, ვიღაცისთვის ყოველ შემთხვევაში ვისთან როგორ, ხო, ვიღაცამ ახლა ვიღაცას საერთოდ არ აქვს სოციალური ქსელი, მაგრამ ვთქვათ მისამართი იცის, სამსახური იცის, რაღაცა საერთო სანაცნობო წრე ყავთ, ან რაღაც ხო ყველას თავისი მდგომარეობა საჯარო აქვს გაშლა და აშკარად დაკვირვება ხდებოდა ყოველთვის და უბრალოდ ახლა იმიტომ გამოჩნდა, რომ უკვე ნახეთ თვითონ ეს ადამიანი რო არ მივიდა და არ გადადგა რაღაცა ნაბიჯები იმ წარსულ ადამიანთან, შესაბამისად მან დაიწყო კონკრეტული ქმედებები ადამიანზე, რომ თუ ნებითა შენით არ იქნება მაშინ ძალითა ჩემითა, ხო, რაღაცა ესეთი მომენტი არის. კარგით, მოდით ნახოთ, აი ეს რისთვის უნდა ამ ყოფილ პარტნიორს თქვენი პარტნიორთან ურთიერთობის აღდგენა, ხო, რისთვის უნდა რა აქვს გეგმაში ამ ადამიანთან, რა აქვს გეგმაში პენტაკლების დედოფალი, ის რომ გახდეს ვთქვათ, ამ ადამიანისთვის ძალიან ძვირფასი, ძალიან ღირებული, რომ გაიმარჯვოს, რომ მიიღოს აღიარება, რომ იყოს ბედნიერი და ქონდეს ემოციები. რისთვის უნდა რომ დაასრულოს ის მარტოობა, რომელიც აქვს, ხო, რაღაცა ის მოლოდინი, რომელიც ქონდა, ხო, რაღაცნაირად როგორ უნდა ამ ადამიანს, იმიტომ რომ იყოს ბედნიერი და თავი უფრო ღირებულად და უფრო ფასეულად იგრძნოს და მის ცხოვრებაში სიმარტოვე და ის რაღაცა გაურკვეველი ლოდინი, რომელიცაც შეიძლება არაფერი არ მიუღია, დაასრულოს, ხო? კარგით. კიდევ რა უნდა?
ხო, განიკურნოს სულიერად, განიკურნოს ემოციურად, რომ ამ ადამიანმა იმოქმედოს, რომ გადადგას ნაბიჯები, რომ ერთად იმუშაონ ურთიერთობაზე, რომ რაღაც მიიღოს სიყვარული, მიიღოს ნება, მიიღოს ოჯახი. უბრალოდ მიიღოს ოჯახი. აქ შეიძლება ვიღაცისთვის რაღაც მომენტში იყოს ის მდგომარეობაც, რომ უნდა ვიცი, ყოფილ ცოლს უნდადეს, ხო, ან ვისთან როგორ ვინ პარტნიორი გამთა. ყოველ შემთხვევაში ამ ადამიანს, ამ წასულ ადამიანს უნდა ქორწინება, უნდა ისეთი ლამაზი არკანი არის, სხვათა შორის პირდაპირ ქორწინების გამოსახვა არის. ამ ადამიანს უნდა რომ იყოს ბედნიერი, უბრალოდ ბედნიერი ამ ადამიანთან და სათვალა რომ ბედნიერი იქნება იმითი, რომ რაღაცა ნეგატივით თუ რაღაცა манипуляციებით ამ ადამიანს დაიბრუნებს. კარგით, მოდით, რამდენად შექმნის თქვენს ურთიერთობაში ეს ადამიანი საფრთხეს, რამდენად შექმნის თქვენს ურთიერთობაში საფრთხეს. იცით რა არის აი ამ საფრთხის შექმნის მდგომარეობა ცოტა ისეთია შექმნის იცით რა არის რო გითხრათ რომ ძალიან ისე დიდ საფრთხეს შექმნის ნამდვილად ვერ შექმნის ეს ადამიანი დიდ საფრთხეს მაგრამ პერიოდულობით იქნება რაღაცა ესე გაუთვალისწინებელი ენერგიების უაზროდ გადაყრა ხო აი რაღაც მომენტში ყველაფერს ჩავდებთ ყველაფერს მივიღებთ ერთმანეთთან პირიქით უფრო მეც ვიზრუნებთ უფრო მეც გავაკეთებთ მაგრამ მეორე მომენტში შეიძლება რაღაცა არ წავიდეს ნახეთ აი ცოტა შეჩერდეს ურთიერთობის მდგომარეობა, იმიტომ რომ აი რაღაც მომენტში შეიძლება წარსულმა იმდენად იჩინოს ამ ადამიანისთვის თავი, მე არ ვიცი რომ წავა ეს ადამიანი იქ, მაგრამ უბრალოდ ცოტა ხანი მიიღოს რაღაცა ესეთი მომენტი დაპაუზება და დაფიქრება კიდევ უფრო მეტად რა ხდება ხო რაღაც იმიტომ რომ თითქოს ამ ადამიანისთვისაც შეიძლება რაღაცა ისეთი მომენტი იყოს რომ ну დასჭირდეს გასაღები იმისთვის რომ აი რატო ხდება ეს ყველაფერი ну კი აი როგორი მომენტი ეცით ესე რო გითხრათ რომ რაღაცა ძალიან დიდ ნგრევას ან თქვენ ურთიერთობის რაღაცა ესეთ დაშლას გამოიწვევს, ვერ გამოიწვევს, მაგრამ გეტყვით იმას, რომ გექნებათ რაღაცა შიშების მომენტი, გექნებათ გაურკვევლობები, გექნებათ რაღაც ესეთი რო იტყვიან ეშმაკი დააჭდა მხარზეო და თითქოს რაღაცა ისეთი მდგომარეობა რა შეგიქმნით, ესე ვთქვათ, ცოტა დისკომფორტს ურთიერთობაში, პერიოდულობით უხასიათობა, პერიოდულობით რაღაცა გაურკვევლობები, პერიოდულობით აგრესიულობა, რაღაცა თქვენი მიზნებისკენ სწრაფვის, ცოტა ისეთი რაღაცა ხელი შემშლელი ფაქტორები კი არას მომენტი ხო, რაღაცა დღეს გავიღვიძეთ კარგ ხასიათზე, მაგრამ უცებ აი 10 წუთში შევიცვალეთ, რაღაცა ეს მომენტები იქნება გამოიწვევს რაღაც დისბალანსს, მაგრამ ნუ ეს თვალთ ესეთი დამანგრეველი ნამდვილად არ იქნება, თუმცა მაქსიმალურად ალბათ ჯობია რომ აქ ადამიანები განთავისუფლდნენ ამ ყველაფრიდან ხო რაღაცა დაიცვან საკუთარი ძალებით ის მდგომარეობა რაც თქვათ მათ და მის პარტნიორს აახოს სიმშვიდე და ის რაღაცა სტაბილური მდგომარეობა ну ესეთი მომენტია. კარგი, თქვენ რაც გირჩევთ სამყარო, რა უნდა გააკეთოთ? სხვათა შორის ძალიან ესეთი ენერგიული ხართ თქვენ და იმდენად რესურსული ხართ, ხა იმპერატრიცა ძალიან ესეთი ესეთი ქალბატონია ხო პარტნიორი, რომელიც ფლობს ყველაფერს, ფლობს იდეალურად, მაქსიმალურად იდეალურად, პასუხისმგებლობებიც იცის რა არის და ესე მარტივად ვერ გააცურებენ და ვერ წართმევენ ვერაფერ თუ მან ჩათვალა რომ ეს მისია, მაგრამ ნახეთ აქ ცოტა არ იყოს და შეიძლება თქვენც გაგიჩნდეთ რაღაც მომენტში ის შიშების მომენტი თქო ცოტა რთულია, მაგრამ მაინც რაღაცა გაურკვევლობები და რაღაცა რო იტყვიან ესეთი
მახრა შეძრეს სულში და გონებაში, რომელიც რაღაცა ცოტა დაიწყებს თქვენს ემოციებზე თამაშს რა, ესე ვიტყოდი. და რჩევა თქვენთვის, რას გირჩევთ თქვენ სამყარო? რჩევა. კონკრეტული რჩევა თქვენთვის. მთავარია არ გქონდეთ იმის განცდა, რომ ყველაფერი დამთავრდა, ყველაფერი რთული არის, არ გქონდეთ იმის განცდა, რომ რაღაცას ვერ დაძლებთ, პირიქით, მაქსიმალურად ეცადეთ, რომ ყოველთვის გქონდეთ იმის განცდა, რომ ყველაფერს დაძლებთ, ყველაფერს შეძლებთ, ყოველთვის მოახერხებთ, რომ დაარღვიოთ და დაშალოთ ის მდგომარეობა, რომელიც თქვენთვის არ იქნება ხელსაყრელი, ყოველთვის მოატრიალებთ იმ მდგომარეობას, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანი არის და ვთქვათ, თუ მართლა ესეთი იხურება რაღაცა კარები და იკეტება, შეგიძლიათ აიღოთ დიდი ურო და უბრალოდ შეანგრიოთ, იმიტომ რომ თქვენ რასაც თქვენად ჩათვლით და რაც რეალურად მართლაც თქვა თქვენია, ხო? ხა თუ ადამიანი წარსულის არის, შესაბამისად, არავისთვის არ წაურთმევიათ და არც არავინ არ უნდა წაართვას, ხო? რაღაც ეს მომენტი არის. და აქ გქონდეთ თქვენი თავის იმედი, გქონდეთ წინსვლის იმედი, გქონდეთ იმის იმედი, რომ ნებისმიერ დროს თქვენ იმდენად ესეთი სწორ მიმართულებით უკვე იმდენად ხართ გაზრდილი, რომ იცით სად როდის რა უნდა დათმოთ, როდის რა უნდა დაიცვათ და შეძლოთ თქვენი ურთიერთობის ესე ვთქვათ, მოტრიალება იმ მდგომარეობაში, რომელიც ორივეს უნდა, ხო, თქვა, თქვენს და თქვენს პარტნიორსაც, ესე ვთქვათ. მე წარმატებულ ურთიერთობებს გისურვებ თითოეულ თქვენთაგანს, ულევს სიყვარულს, ბედნიერებას და ყველაფერი იმედია სწორად და კარგად გადანაწილდება და გადალაგდება. დროებით.